1 აგვისტოდან რუსეთის საქართველოსთან დამაკავშირებელი ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობას იწყებს. ინფორმაცია, რომელიც დაღესტნის ტელევიზიამ გაავრცელა, მაინც რომ დაღესტანში გადაამოწმა ანდრეი ბონდოროვის ინფორმაციით ავარო-კახეთის მაგისტრალის მშენებლობისთვის პროექტი უკვე მზად არის და მისი პრეზენტაციაც გაიმართა. რა გზაზეა საუბარი და რას ამბობენ ოფიციალური თბილისის წარმომადგენლები? თემას ნინო არღულიანი განაგრძობს. ნინო, გისმენთ. სანამ თბილისში გაკეთებული განცხადებების დეტალებზე ვისაუბრებ, მანამდე გეტყვით რა გზაზეა საუბარი და რა კავშირი აქვს მას საქართველოსთან. ჩვენ ინფორმაცია გადავამოწმეთ დაღესტანში ავტოგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ვესაუბრეთ, რომელიც განმარტავს, რომ ავარო-კახეთის მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით პროექტზე მუშაობა უკვე დასრულებულია. პრეზენტაცია მახაჩკალაში გუშინ გაიმართა, ამ წუთებში კი ადგილზე გეოლოგები მუშაობენ და პროექტის საბოლოო სახე უკვე მოსკოვში გადაიგზავნება იმისთვის, რომ დაფინანსება გზის მშენებლობისთვის მოიპოვონ მათ ცენტრალური ბიუჯეტიდან. გზა არ გაივლის საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა ის მოუახლოვდება დაღესტანის საქართველოს საზღვარს. რესპონდენტი, რომელსაც ჩვენ ვესაუბრეთ, ანდრეი ბონდოროვი განმარტავს, რომ აღნიშნულ საკითხზე ქართულ მხარესთან კონსულტაციები არ ყოფილა, არანაირი საუბარი არ შემდგარა, თუმცა ის განმარტავს, რომ მათ აქვთ სურვილი, რომ მსგავს თემა აღნიშნულ საკითხზე საუბარი ოფიციალურ თბილისთან გაიმართოს. 1 ივლისს მახაჩკალაში შედგა პროექტის პრეზენტაცია ეგრეთ წოდებული ავარო-კახეთის გზის რეკონსტრუქციისა. ეს არის 200 კილომეტრიანი გზის მონაკვეთი. ეს გახლავთ დაღესტნის მეთაურის ინიციატივა. ამ ეტაპზე შეძლების დაგვარად მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა. მიმდინარეობს პროექტის მოსამზადებელი გეოლოგიური სამუშაოები. ეს სამუშაოები აგვისტოში დასრულდება. შემდეგ დაიწყება პროექტის დოკუმენტაციის მომზადება და შემდეგ უკვე გადაეგზავნება მოსკოვს განსახილველად და იმედი გვაქვს მშენებლობისათვის სუბსიდიებს მივიღებთ. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კონსულტაციები გზის მშენებლობასთან დაკავშირებით არ ყოფილა, ადასტურებს ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი. ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ გზა არ გაივლის საქართველოს ტერიტორიაზე, შესაბამისად ამ პროექტში არ არის ქართული მხარე ჩართული. ის ასევე ამბობს, რომ არანაირი ერთობლივი პროექტი, არანაირი მშენებლობასთან დაკავშირებით რუსეთთან არ განხილულა და არ იგეგმება. საქართველოს მხარესთან ამ გზის მშენებლობასთან არანაირი კომუნიკაცია არ შემდგარა, არანაირი შეთანხმება არ არსებობს. აქედან გამომდინარე, თვითონ თავიანთ ტერიტორიაზე რაღაცი გზის მშენებლობის თუ გეგმავენ, ჩვენ ვერაფერს საწინააღმდეგოს ვერ გავუწევთ, ანუ იმათ ტერიტორიაზე სრული უფლება აქვთ გზის მშენებლობები განახორციელონ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა და არანაირი შეთანხმება არ ყოფილა და არც საჭიროებს ესეთ რამე შეთანხმებას და არც არაფერი არ იგეგმება რაღაც ერთობლივი პროექტი ამ კუთხით. ავარო-კახეთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ ჯერ კიდევ 2008 წელს ისაუბრა ვლადიმერ პუტინმა დაღესტანში ყოფნის დროს. ჩვენ თემის დეტალებზე მთავარ გამოშვებაში მაესტროს ცხრიანში ვისაუბრებთ, მანამდე კი გეტყვით, რომ ჩვენ ვესაუბრეთ ასევე ექსპერტებს, რომლებიც გარკვეულ საფრთხეებს ხედავენ. მადლობ ნინო, პირდაპირ ეთერში ნინო არღულიანი საუბრობდა.